საპროტესტო აქციების მონაწილე ექიმს გიორგი ახობაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 დღიანი პატიმრობა შეუფარდა Facebook პოსტის გამო, რომელშიც ის პოლიციელებს აგინებდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ანუჩარ ცაცუამ მიიღო. ახობაძეს ხდომას არ ესწრებოდა, სავარაუდოდ მას დღესვე დააკავებენ. ახობაძის თქმით პატიმრობა შეუფარდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელ გრიგოლ კაჭკაჭიშვილის შეურაცხყოფის გამო. კაჭკაჭიშვილი მონაწილეობდა თავად გიორგი ახობაძის საქმეში, როდესაც ის 2024 წლის დეკემბერში თბილისში დააკავეს, როცა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. მაშინ პროკურატურამ განაცხადა, რომ ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა, თუმცა გასული წლის 6 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ახობაძე უდანაშაულო ცნოდა დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ გადაწყვეტილება მტკიცებულებათა არასაკმარისი რაოდენობის გამო მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურჩიერ ჩელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვის აგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა მამას, რის შემდეგაც მამაკაცის შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. ასევე დგინდება, რომ ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა. ბრალდებულის ხელკვალზე დააკავეს პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცება დამოიღო. დაკავებულს 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თბილისის ცენტრში ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა 37 წლამდე კაცი ადგილზე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე აღძრეს სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ადამიანის დაღუპვისთვის 2 და 5 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. დაღუპული კაცის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე სასტუმროს კომპანია რუსთაველი პროფერთი აშენებს. პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ნიკოლოზ კაპანაძეს, რომელმაც შანიძის ქუჩაზე 4 პირი დაჭრა. მას 20 წლამდიან უვადო პატიმრობა ემუქრება. უწყების განცხადებით ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ. კაპანაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 4, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართსაწინააღმდეგო ტარების მუხლები წარედგინა. ნიკოლოზ კაპანაძემ შანიძის ქუჩაზე 4 ადამიანი 23 ივლისს საღამოს დაჭრა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა. საქართველოს პროკურატურა 5,000 ლარიან გირაოს მოითხოვს იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის თავდასხმის საქმეზე დაკავებული კაცისთვის. 39 წლის ნიკო ხურცილოვას ბრალი უკვე წაუყენეს. გამოძიებით დაადგინდა, რომ 2026 წლის 22 ივლისს ღამის საათებში თბილისში ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ონისე ოქრიაშვილს, რომელსაც ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში, რის გამოც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. წერს პროკურატურა განცხადებაში. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126 ძალადობის მუხლით. ონისე ოქრიაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების პროპაგანდა მას მიზანმიმართულად აშავებს და ადამიანებს მის წინააღმდეგ აქეზებს. მან განმარტა, რომ პოდკასტში ქართველი მწერლის მიმართ გინება კი არ იყო, არამედ ჰიპოთეტურად ლაპარაკობდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21 პაკეტში შეიტანა. თუმცა იმ დათქმით, რომ სანქციები მასზე მხოლოდ 6 თვის შემდეგ დაწესდება, თუკი პრაქტიკა არ შეიცვლება. სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს სრულად იცავს ევროკავშირის სანქციებს და არ დაუშვა მათი გვერდის ავლა. უწყების თანახმად ევროკომისიას წარედგინა ყველა საჭირო მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებს, რომ ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეტანის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა. საქართველო იმედოვნებს, რომ ევროკავშირი 6 თვიან ვადაში გადაწყვეტილებას გადახედავს და მზად არის თანამშრომლობის გაგრძელებისთვის. ევროკომისიის პრეს-სპიკერმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების პაკეტში შეტანაზე განაცხადა, რომ ბრიუსელი მოლაპარაკებებს აწარმოებს ქარხნის მფლობელებთან. დავუშვით 6 თვიანი გადავადება, რათა რუსული ნავთობისგან დივერსიფიკაცია მოახდინონ, განაცხადა სპიკერმა ევროსკოპის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია სემიკი წერს, რომ საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამოუწვევი მიზეზის შესწავლა დაიწყო. 23-24 ივლისის მიჯნაზე 00 საათსა და 10 წუთზე ელექტროსისტემაში სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია, აცხადებს სემიკი. მთელ საქართველოში დედაქალაქსა
ჩამოყალიბდა და ქვეყნის რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ელექტროენერგია შეუწყდა ოკუპირებულ აფხაზეთსაც. უკრაინა განაგრძობს ონლაინ გაყიდვების უმსხვილესი რუსული კომპანიის ვალდბერისის ლოგისტიკის ცენტრებზე შეტევას. მორიგი დარტყმები იყო რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის 2 რაიონში მდებარე ლოგისტიკურ კომპლექსებზე. კომპანია ვალდბერისის პრესამსახურმა სოციალური ქსელებით გავრცელა ცნობა, რომ ორივე კომპლექსის მუშაობა შეჩერებულია, თუმცა დრონებით შეტევა არ უხსენებია. ქალაქ სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის თანახმად უპილოტოსაფრენი აპარატებით შეტევა იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე და მიმდინარეობს შედეგების ლიკვიდაცია. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი სოციალურ ქსელში წერს, რომ 3 ადამიანი დაშავდა ვალდბერისის საწყობებზე დრონების შეტევის შედეგად. გასულ ღამით ვალდბერისის ცენტრზე დრონებით შეტევა იყო რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმშიც, ქალაქ სიმფეროპოლში. უკრაინის თავდაცვის ძალებმა კომპანიის საწყობებს უპილოტოსაფრენი აპარატებით 18 და 20 ივლისსაც დაარტყეს მოსკოვის და ტამბოვის ოლქებში, ხოლო 22 ივლისს სტავროპოლის და კრასნოდარის მხარეებში. აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ კიროვშიც. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინის მხრიდან სარაკეტო შეტევის შესახებ განაცხადა. კიროვის ოლქის გუბერნატორის თანახმად საწარმოზე დარტყმის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, დაშავდა 30-მდე. მას კონკრეტული საწარმო არ უხსენებია. დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ასტრა თვითმხილველების მიერ კიროვში გადაღებული ფოტოებისა და ვიდეო კადრების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ შეტევა იყო ქარხანა ავიტეკზე, რომელიც რუსეთის არმიისთვის აწარმოებს საზენიტო რაკეტებს და სამხედრო დანიშნულების სხვა პროდუქციას. მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქ კიროვში დაარტყეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამხედრო საწარმოს. უკრაინული წყაროების თანახმად ავიტეკზე დარტყმა იყო უკრაინული წარმოების ფრთოსანი რაკეტით ფლამინგო. რუსეთის ჯარებმა რაკეტები და დრონებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის ოდესის ოლქში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით დაზიანებულია სახლები და სამრეწველო ინფრასტრუქტურა, დაშავდნენ ქალი და ბავშვი. საჰაერო განგაში გამოცხადებული იყო ოდესის და იზმაილის რაიონებში. ქალაქ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, უშუალოდ ქალაქ ოდესაში დაზიანებულია მაღაზია და ინფრასტრუქტურა. რუსულმა ძალებმა შეტევა განახორციელეს კიევის რეგიონზე ბალისტიკური რაკეტებით. კიევში რამდენიმე აფეთქება გაისმა, რამდენიმე ცნობით დაარტყმა იმ სამრეწველო ბაზაზე მოხდა, სადაც უპილოტოსაფრენი სისტემების არმადის გამოფენა იმართებოდა. ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაადასტურებულა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოგვიანებით გამოაცხადა, რომ დარტყმა კიევის რეგიონზე მოხდა, 6 ადამიანი დაიღუპა და 10-ობით დაშავდა. რუსმა ოკუპანტებმა დაარტყეს დონეცკის რეგიონის ქალაქ სლავიანსკსაც. განხორციელებული დარტყმის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 10 დაშავდა. დაზიანდა კერძო სახლები და ლატვიის საპატიო საკონსულოს შენობაც. რუსეთი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გულწრფელია უკრაინის ომის დასრულების მცდელობებში და დაელოდება ვაშინგტონის მიერ ახალი წინადადების წარდგენას, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები კიევისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებს, განაცხადა კრემლმა. ამასობაში რუსეთი გააგრძელებს ბრძოლას თავისი მიზნების სამხედრო გზით, მისაღწევად განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. მისმა კომენტარებმა ხაზი გაუსვა კრემლის სურვილს გაეგრძელებინა დიპლომატია ტრამპთან და დაადანაშაულა უკრაინის ევროპელი მოკავშირეები იმ ომის გაჭიანურებაში, რომელიც უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს. ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობისა და არაერთი კატეგორიის სომხური პროდუქციის აკრძალვის კვალდაკვალ რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტიც აკრძალა. რუსეთის მთავრობის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სააგენტომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება ამ თვეში მისი წარმომადგენლების მიერ სომხურ რძის საწარმოებში ჩატარებულ ერთკვირიან ინსპექტირებას. რუსული მხარის მტკიცებით შემოწმებისას გამოვლინდა ინფიცირებული პირუტყვისგან მიღებული რძისა და მესამე ქვეყნებიდან შემოტანილი ნედლეულის გამოყენება, რაც რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის თავისუფალი ვაჭრობის წესებს არღვევს. სომხეთის სურსათის უნებლობა მალევე უარყოფს მსგავსი დარღვევების არსებობა. ირანის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ განახორციელეს დრონები თავდასხმა რამდენიმე ამერიკულ სამხედრო ობიექტსა და ბაზაზე ბაჰრეინში, იორდანიასა და ქუვეითში, ისლამურ რესპუბლიკაზე ამერიკის შეერთებული შტატების ბოლო თავდასხმების საპასუხოდ. თერანი ამტკიცებს, რომ შურისძიების კანონიერ სამიზნედ ითვლება ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერი ობიექტი ან ბაზა, რომლებსაც შეერთებული შტატების სამხედროები ირანზე თავდასხმებისთვის იყენებენ. იქამდე შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ კიდევ ერთი დარტყმა განახორციელეს. მათ სამხედრო სამიზნეებს დაარტყეს, მათ შორის საზღვაო შესაძლებლობებს, რაკეტებისა და დრონების საწყობებს, სანაპირო სათვალთვალო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, რათა კიდევ უფრო შეემცირებინათ ირანის შესაძლებლობა თავს დაესხას სამოქალაქო მეზღვაურებსა და კომერციულ გემებს. ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტე ღიარჩება ირანის ისლამური რევოლუციის გუშინ
მუშაკთა კორპუსის ბოლოდროინდელი თავდასხმების მიუხედავად და კომერციული გემები შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერით თავისუფლად მოძრაობას აგრძელებენ. ამერიკის შეერთებული შტატების ძალები ირანის სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ დარტყმებს ედიზედ მე-13 დღეა ახორციელებენ.